იღუმენი ნიკონი, სიზმრები და ზმანებები. სულ უფრო მეტად ბრწყინდები, რომ ქრისტიანობა არა მარტო ქრება, როგორც ამას წმინდა ტიხონ სადონელი ამბობდა, არამედ უკვე გაქრა კიდეც. ბოლომდე სრულდება ეგნატეს ბრიანჩანინოვის წინასწარმეტყველება მონაზნობის, მერე კი მართლმადიდებლობის დაცემის შესახებ. ვერც ერთ ადამიანს ვერ დაეღრდნობი, საშინელებაა. ერთმა სიზმარში გნახა, თითქოს მღეროდი, პირდაპირ ჭიკჭიკებდი. იგი ფიქრობს, რომ ეს შენთვის რაღაც უსიამოვნების მომასწავებელია, მაგრამ ასია კი? მე გულწრფელად არ მჯერა სიზმრების. ხშირად მათში ჩვენი აზრები წარმოგვიდგებიან ხოლმე სხვადასხვა მხატვრული სახით. ეს თვისება ყველა ადამიანის სიზმრებს ახასიათებს, ოღონდ სხვადასხვა ფორმითა და ხარისხით. ბებია-ჩემი მატრონა იტყოდა ხოლმე, სიზმრებს თუ აღყევი, სიცოცხლეს მოგისწრაფებენო. ძალიან ზუსტი ნათქვამია. თუმცა უეჭველია, არსებობენ განსაკუთრებული სიზმრები, ანუ სულაც გამოცხადებები, მაგრამ ისინი იშვიათნი არიან და გამონაკლისს წარმოადგენენ. მათ განსაკუთრებული ხასიათი აქვთ. ამ სიზმრებს ჩვეულებრივ განსაკუთრებული უწყებაც ერთვის მათ ჭეშმარიტების დასტურად, მაგრამ ვინაიდან ასეთი სიზმრები იშვიათია, ეშმაკს კი შეუძლია სიზმრებს მინდობილთა დაზიანება. ამის უამრავი მაგალითი ვიცით. ამიტომ წმინდა მამები გადაჭრით გვიგრძალავენ ყველა სიზმრის ნდობას, თუნდაც მათ შორის ჭეშმარიტიც იყოს. უფალი იპოვის საშუალებას, რომ შთააგონოს კაცს ესა თუ ის აზრი, როცა ეს აუცილებელია. ამიტომ უმჯობესია და უფრო მშვიდადაც ვიგრძნობთ თავს, თუ არც ერთ სიზმარს არ დაუჯერებთ. ჩვენთან ჯერჯერობით ყველაფერი რიგზია. არა მარტო კმაყოფილები ვართ ჩვენი მდგომარეობით და მადლობა ვსწირავთ ღმერთს მისთვის, არამედ გულწრფელადად გვწამს, რომ არ ვიმსახურებთ ასეთ ცხოვრებას. შეიძინე, რამდენადაც ძალგიც, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ცოდნა. როცა დაამთავრებ, მაშინ გამოჩნდება რა უნდა ქნა. და კიდევ, რაც შეეხება მეგობრებს, ნურავის ნუ გაუმჟღავნებს საკუთარ თავს. ეს ეგნატეს ბრიანჩანინოვის აზრია. გაიხსენე, როდის ითქვა ეს, 100 წლის წინ. უკვე მაშინ არ შეიძლებოდა თითქმის არავის ნდობა. მაშ ჩვენს დროში რაღა უნდა ვთქვათ. აშკარაა, ღალატის გარდა კიდევ 1000 სხვა საშუალებაა იმისა, რომ ავნო სხვა ადამიანს. ენდე ამაში ეპისკოპოს ეგნატეს. ჯანმრთელად იყავი, მშვიდობა შენდა. უფალმა გაკურთხოს და განსწავლოს ყოველგვარ სიკეთეში. მადლობა შოშანებისთვის. 1960 წლის 23 ნოემბერი.